დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა 2025 წლის ბიუჯეტის განხილვას ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ დარბაზში გამოფენილ ბანერებსა და პლაკატებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას ასახავდა, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესია მოყვა. ოპოზიციამ მთელ დარბაზში ამ შინაარსის პლაკატები გაფინა და კიდევ ერთხელ ამხილა მოძალადე პრორუსული ხელისუფლება. Kelly Soplio Aragiares. Amacheli. Zalekadət mokaguradat çatan. Kvela. Aspriya. Zanebasi ardabdiga. საკრებულოს სხდომაზე პირდაპირ არც ვაპირებდი გაჩერებას, უბრალოდ მინდოდა და ეს პერფორმანსი გამეკეთებია. აი ამ იქნებ გულთან ახლოს მისულიყო ამ ახალგაზრდების აი ესეთი დასისხლიანებული სახეები, მაგრამ პირიქით ხო ხედავთ აგრესიულად გადმოვიდნენ, ტიტუშკები არიან, ესენი საკრებულოს წევრები არ არიან, არც გძნობენ თავს საზოგადოების წინაშე, არც ვალდებულებად, არც არაფერს. თავარია თვითონ ლომის წვლილი აქვთ. აი ამ ბავშვების წემაში, ლომის წვლილი აქვს არჩევნების გაყალბებაში და აი ამ ხელისუფლებას მეოთხე იმაზე კიდე რო უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, ამის უფლებას ხალხი არ მისცემს. ვიხილეთ თავდასხმები აქტივისტებზე დაკავებული ადამიანები ევროკავშირის გზას გადაუხვია და შეაჩერეს მოლაპარაკებები მისმა ხელისუფლებამ. არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლება საკრებულოს თავმჯდომარე დუმს და ზიზღით იქცევა საკრებულოს წევრების მიმართ. მე მინდა მას მივმართო, რომ მისი დუმილი, არ მხოლოდ მისი დუმილი, არამედ საკრებულოს ყველა ქართული ოცნების წევრების დუმილი არის დანაშაული და დამნაშავე ადამიანები ამ ქალაქში, ქალაქ ფოთში ვერასდროს ვერ ივლიან თავაწეულები. ეს არის მათი სირცხვილი. მე მინდა მათ აქ კონსტიტუცია გავუკრათ და მინდა შევახსენო, რომ ეს არის 78 მუხლი, რისთვისაც ქართველი ხალხი იბრძვის. ეს არის დაზარალებული ადამიანების სურათები, რომლებიც მათ არს ტკივათ.